პირველების ხელში ალეკო ელისაშვილის საქმის მასალები და საქმის მასალებით დგინდება, რომ პროკურატურამ საქმე აღძრა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ისე, რომ მთავარი მტკიცებულება უხარისხოა და ამ მტკიცებულებით ვიდეო ჩანაწერით შეუძლებელია მოხდეს იდენტიფიცირება კადრებში ნამდვილად ჩანს თუ არა ბრალდებული პოლიტიკოსი. ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ შეფასებას და დასკვნას. ეს არის ის, რაზეც საუბრობს პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საქმეში მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ჩადო. დასკვნაში წერია, რომ ვიდეო მასალა არის უვარგისი, არადა მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა პროპაგანდის დახმარებით სწორედ ამ ვიდეო კადრების დასტურად, რომ ალეკო ელისაშვილი იყო კაცი, რომელიც ჯოხით ხელში და პირბადით სასამართლოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და 1 წლის წინ სასამართლოს დაწვა სცადა. დიდი შრიფტით ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი ჰქონდათ ვიდეოზე დატანილი და ირწმუნებოდნენ, რომ კადრებში ჩანდა პოლიტიკოსი, რომელიც არის ახლა ბრალდებული და ციხეშია გამოკეტილი, არადა დასკვნა ხელში პროკურატურას ჰქონდა, სადაც წერია, რომ ვიდეო მასალა უვარგისია და შეუძლებელია იქ დადგინდეს ვინ ჩანს კადრში. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულების კვლევისას დადგინდა, რომ საკვლევ გამოსახულებებს აქვთ დაბალი სიმკვეთრე და საშუალოდ კონტრასტულია. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კონტრასტის მომატებისას გამოსახულებაში იკვეთება ციფრული ხმაური. ამიტომ ფოტოგამოსახულებაზე მკვეთრად არაა გამოსახული საკვლევი ობიექტის კონტურები. გამოსახულებებში ასახული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გარეგნობისთვის მახასიათებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების კონტურების, ფორმების, ზომების და მართი ურთიერთგანლაგების ზუსტი გარჩევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებული პიროვნების გარეგნობისათვის მახასიათებელი ნიშნების ერთობლიობა არ ქმნის პიროვნების საიდენტიფიკაციო ნიშნების ინდივიდუალურ მყარ კომპლექსს, რაც გვაძლევს საფუძველს დასკვნისთვის, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულების მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პიროვნების სავარაუდო დადგენა ამოცნობა. აი ამ დასკვნით, რომელსაც ხელს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აწევს, პრაქტიკულად ალეკო ელისაშვილის ახალი ბრალდების საქმე სრულად ჩამოეშალა პროკურატურას. მთავარ მტკიცებულებაში ვერ დგინდება, ვინ არის კაცი, ვინც სცადა სასამართლოს გადაწვა ჯერ კიდევ 1 წლის წინ. ის რომ საქმე არა ტერორიზმის ბრალდებასთან გვაქვს და არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკურ შურიზიებასთან, ამაზე დღეს ძალიან ვრცლად ილაპარაკა ალეკო ელისაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე. მან თქვა, რომ თაროზე შემოდებული საქმე, რომელიც გაუხსნელი იყო, ჩამოიღო ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ასე დაჭირდა მართლ პარტიას. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვის მექანიზმის გამოქვეყნების შემდეგ ძალიან მძიმე დღეში არის ქართული ოცნება, არიციან რა გააკეთოთ, სურთ რომ პოლიტიკური პატიმრების შესახებ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და მიუხვდა ალეკო ელისაშვილის შეფასებით ჩანაფიქს შალვა პაპუაშვილს. ამიტომ მან განცხადება გამოაქვეყნა და დღესაც გაიმეორა, რომ არ სურს პოლიტიკური პატიმრების სიაში მისი სახელი და გვარი იყოს, რადგან მიაჩნია, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს სინდისის პატიმრებს და პოლიტპატიმრებს ციხის კარი გაუღონ. ეს იყო ის მიზეზი, რის გამოც ალეკო ელისაშვილის შეფასებით მის წინააღმდეგ შეთხზეს ახალი საქმე იმისთვის, რომ მისი სახელი და გვარი კიდევ უფრო მეტად გაეშავებინათ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმა მათ ჩასხო ურო, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი არენდობიან ხელისუფლებას, აწამ ადამიანები და 12ჯერ იყო ამებასთან გათამაშებული მოპყრობა ნასენები. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ხალხს აწამებენ. და ხელისუფლების ნათქვამის არ ჯერათ, რომ ვაიმე ვიღაცებს ნიღაბი ჰქონდათ და ასე შემდეგ. აი გუში რომ რუბიომ დარეკა, ეგეც ამ კონტექსტში იძლება ახლა ნინო წილოსანის მოსაკითხად და მათიკაშვილის მოსაკითხად კი არ დაურეკოს. იხსნა ნიღაბი, რომ ესენი არიან ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას აწამებენ. ორ ბრალდებიანი ტერორისტი ვარ ჩვენი პროკურატურის წყალობით. გამოდის პაპუაშვილი ყოველ დღე და მართავს ბრიფინგებს და იძახის, რომ ვინ არის პოლიტპატიმარი ელისაშვილია პოლიტპატიმარი, ვინ არის პოლიტპატიმარი სააკაშვილი, ამ ორგვარს ატრიალებს.
მე მაშინვე ვიგრძენი რომ რას აპირებენ რომ და გვანახეცია პოლიტიკური პატიმრების სია მაგიდას უდებ ალბათ ჩემი სახელი და გვარიც იქნება მათ რომ ჩახედეს ამ სიას ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი და დაიწყეს ამის ტრიალი რომ აი ტერორისტი იმიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო გაშავება ოდიში ამ გამოთქმისთვის შეტევა მოინდომეს ჩემთვის და ჩემი სახელის და გვარის და საქმის დამძიმება რატომ რომ უცხოელებისთვისაც ქართველებისთვისაც ეთქვათ ვენ ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის ეს არის დაჟინებული ტერორისტი მაქსიმალურად ეს ამბავი დაემძიმებინათ რატომ რომ ჩემი სახელით და გვარით გაეკუჭებინათ და დაეზიანებინათ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი. ზუსტად ვიცი რომ არც რუბიოზარი იყო შემთხვევით, არც ის დასკვნა იყო და არც კამუტონი ბატონი პაპუაშვილის ჩემ გვართან დაკავშირებით იყო შემთხვევითი რატო იმიტომ მათ მალე მოუწევთ ციხისკარის გასნა და ადამიანების გამოშვება. პრინციპული და კატეგორიული პოზიციაა ჩემი რომ არც ერთ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა იყოს ნახსენები. თქვენ ახლა მოისმენთ ტელეგრამ არხზე გავრცელებული ჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა საკუთარ სასამართლო პროცესზე. დღეს ბევრი ილაპარაკა ალეკო ელისაშვილმა იმაზეც თუ რისთვის ისჯება ის პარალელები გაავლო ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებთან, იმ ხალხთან, ვინც ოქროს ზოდების გამო, ბევრი ფულის მოპარვის გამო, ჯარის ძარცვის გამო არის გამოკეტილი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ელისაშვილი დარწმუნებული არის, რომ ცვლილებები მალე იქნება ქვეყანაში ძალიან ცოტა დარჩა გავიმარჯვებთ სახელოვნად ამ სიტყვებით დატოვა დღეს მან სხდომათა დარბაზი ელისაშვილი ამბობს რომ ახლა ცვლილებების ქარი უბერავს ქვეყანაში და მადლობას უხდის ყველას ვინც ამ ცვლილებებში იღებს მონაწილეობას უშინ ორ ვერსიაზე ვფიქრობ ჯერ კადრები რომ ნახე მოკვდი სიცილიც როგორი ამბავია წარმოედგინეთ რომ ჯეკა უნდა მოიყვანონ, სუბა უნდა მოიყვანონ ჯეკა, იმერლები პაკუსიას რო ეძახიან, პაკუსია უნდა მოვიდეს და დამატოს ხელი, ჯეკა მიჭერს. რა ნახეთ გუში. კაცი მოდის ჯოხით, პირბადიანი, მე აჩვენებენ სადაც კილომეტრიდან გადაღებულ კადრს, სადაც ჩანს სილუეტი, ქალია, კაცია, ვინარი, ღმერთმა უწყის, მართლა რაღაც დანაშაულებრივ ამბებს შვება, რაღაც ზისური სიგნალისაცემი გამოდის. კილომეტრიდან არის სიგნალში გადაღებული. ან ერთი ეპიზოდი მეორეს თანაშუაშია. ან მერაშუაში ვარ იხავდა. ის კაცი გავდა თენდი შარმანდა. სამაყო არის რომ საქართველოს სიყვარულისთვის ზივარ ციხეში. რისთვის ზივარ ციხეში რომ ის რა ქვია. ოქროზოდები მიპოვეს, იქეთ აბა პროკურატურამ ძალიან კარგად გამოატრიალა ჩემი სახლი რა იპოვეს. დოლარები იპოვეს გადახვეული, თუ ის კარტიეს საათები იპოვეს. თუ ლუკმა მოუპარა ჯარისკაცს და ჯარი გაუძარს რა კროდა ზოგ-ზოგიერთი უსინდისო. ამოდით და ნახეთ ჩემს აკანშირეები არამინდა ზედმეტი პათეტიურია. მერაბ კოსტავას ფოტო მიკიდია. კაკუცა ჩოლოხაშვილის ფოტო მიკიდია. გენერალ ტრინიტაძის და გიორგი ანწოხელიძე. აი გენი არის ვის გამოცხოვრობდა ზალავ. ეს განცხადებით უბრალოდ კოვზი ნაცარში ჩაუგდე მე არაფერი არ გამიკეთებია. ზურგის ქარმა არა კოცების სასარგებლო არამედ ჩვენმა ზურგის ქარმა დაიწყო ბერვა და აგერ ნახავთ რომ ეს ხდება ძალიან მალე დიდი ცვლილებების მანიშნებელი. პირველებმა ალეკო ელისაშვილის საქმის მასალებში მივაკულიათ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება ელისაშვილის წინააღმდეგ ეს დასკვნა არის. ძაღლების მეშვეობით მოხდა სწორედ ექსპერტიზის ჩატარება. სუნის ნიმუში ჰქონდა შენახული ძალოვან უწყებას 1 წლის წინ, როდესაც გაურკვევლმა პირმა სცადა საქალაქო სასამართლოს გადაწვა. მაშინდელი სუნის ნიმუში შეადარეს ალეკო ელისაშვილის სუნის ნიმუშ, რომელიც რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში აუღეს დაპატიმრებულ პოლიტიკოს და დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა იდენტური იყოს სწორედ ეს სუნის ნიმუშები. და აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, 1 წლის განმავლობაში საგამოძიებო უწყება იძიებდა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით აწარმოებდა გამოძიება, სწორედ ამ მუხლით იყო გამოძიება დაწყებული, თუმცა მხოლოდ 4 დღის წინ პროკურორის მოთხოვნით მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და უკვე ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდა საქმე. ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ალეკო ელისაშვილი სახელი და გვარი გაჩნდა საქმეში და ეს არის პოლიტიკური შურისძიების ძალიან მკაფიო მაგალითი. ჩვენ ბუნებრივია კითხვები დაუსვით პროკურორს, რომელმაც ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაგვისაბუთა, იყვნენ თუ არა მოწმეები, თუ ქონდა თუ არა რაიმე მტკიცებულება ძალოვან უწყებას იმის დასადასტურებლად, რომ წარდგენილი პირი, რომელიც კაცი ჯოხი და პირბადით ჩანს, რომ არის ალეკო ელისაშვილი.
ბრალდებულს სურდა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სასამართლო ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი ცალკეული საქმეების და მასალის განადგურება, რაც ტერორისტულ მიზანზე მიუთითებდა, მისი მხრიდან დესტაბილიზაციის მიზანზე მიუთითებდა და შესაბამისად მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა. ექსპერტიზაზეც რომ გითხრათ, ექსპერტიზაც კი ვერ ამბობდა. ძაღლების გარდა, ვინმე ადასტურებს რომ ალეკო ელიაშვილი ამ კადრში? კი ბატონო, ძაღლები არ საუბრობდნენ აღნიშნულ საქმეზე, წარმოდგენილი არის მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში გარდა უდროლოგიური ექსპერტიზისა, რომელიც čatarდა აღნიშნულ საქმეზე, სხვა არაერთი ექსპერტიზა გახლავთ čatarებული, მათ შორის კოლონოსკოპიური, აღნიშნული ექსპერტიზები ერთობლიობაში ნამდვილად ადასტურებენ ბრალდებულის მიმართ მრავალწარდგენი ქმედების განხორციელებას, სათითაო მტკიცებულებას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით მოცემულ საქმეზე. გარდა უდროლოგიური ექსპერტიზისა čatarდა არაერთი ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები, აღნიშნულზეც გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, შინაარსში უარგისი არ არის, ერთ მტკიცებულებას ვერ გისახელებთ არა, შინაარსში არ შევდივარ მტკიცებულებების. თვითონ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეო კადრები უარგისია ადამიანის იდენტიფიცირებისათვის და ამის მიუხედავად წითელი დიდი შრიფტით დააწერეს უცნობი მამაკაცის, მიღბიანი მამაკაცის ვიდეო კადრებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილია თურმე ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეს დააკავშირებდა ალექსანდრე ელისაშვილთან. გარდა ძაღლებისა, სხვათა შორის წარსულში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით ძაღლების სახელები მაინც იყო ხოლმე მითითებული. ამ შემთხვევაში არ ძაღლების რაოდენობა არ არის მითითებული, არ ძაღლების სახელები არ არის მითითებული. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დაელოდენ ერთი წელი და მაინდა-მაინც მარტში რატო ჩაატარეს ეს ძაღლებით ეს ექსპერტიზა. ერთი საქმე გამორიცხავს მეორეს. ერთ საქმეზე რასაც ამტკიცებენ, იმის მიხედვით მეორე საქმე ვერ უნდა მომხდარიყო. თვითონ პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნითვე არის ნათქვამი, რომ აღნიშნული პირის იდენტიფიცირება ვერ ხდება და არის ეს კადრები უარგისი. ანუ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საქმეში არის უარგისი საქმისთვის ამ შემთხვევაში. ერთადერთი მტკიცებულება არის სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ძაღლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, ძაღლის მიერ აღებული ნიმუში დადასტურებული ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული. ანუ ძაღლების გარდა არც ერთი მტკიცებულება ამ საქმეში არ დევს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც ადვოკატების, ასევე ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მამუკა მდინარაძის სახელი და გვარი. ელისაშვილის თანამებრძოლები ფიქრობენ, რომ მდინარაძე ვერ პატიობს ელისაშვილს იმ მუშტს, რომელიც მას საკანონმდებლო ორგანოში მიიღო სწორედ ელისაშვილის მხრიდან და ეს არის მიზეზი, რის გამოც უკვე მეორედ წაუყენეს ტერორიზმის ბრალდება. ხმაურიანი სასამართლო პროცესები გაგრძელდება მაისიდან საქალაქო სასამართლოში, სწორედ მაისის ბოლოს ჩაინიშნა კიდევ ერთი სხდომა ალეკო ელისაშვილის საქმეზე.